გადაცემის სპონსორია PSP. ყველაფერი რაც თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზე სჭირდება. PSP. ჩემი ოჯახის აფთიაქი. Pinexi 1 კილოგრამი ამანათი ჩინეთიდან $8. იწოდება 5 დღეში. გამარჯობა მოგესალმებათ ვანო შოუ პირველი იუმორისტული შოუ TV პირველზე. რამდენად გასაკვირი არ უნდა იყოს, ჩვენი გუნდის წევრი ონისეც ხაძაძე და მასთან ერთად სხვა სიდისის პატიმრები კვლავ საპატიმროში არიან ძვირფასო მეგობრებო, ამიტომ ტრადიციულად მინდა სოლიდარობა გამოუცხადო მათ და მალე გათავისუფლება ვუსურვო ყველას. ვიწყებ ცენტრალური თემით პატიმრობაში მყოფ მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს თხოვენ 9 წლის განმავლობაში საპრეზიდენტო ფონდიდან დახარჯული $9 მილიონი დაბრუნებას. ამის გამო მას შეიძლება ჩამოართვან სახლი და მიწა კახეთში, რომელზეც გაშენებულია ვენახები. იცით რომელი ვენახია ეს? აი იმ ვენახზე ლაპარაკობენ მათიკაშვილის მამასთან ერთად რომ ქეიფობდა. აი ეს ვენახია, მაგას არ თვლიდნენ. ეს ამბავი რომ გაიგეს, იუშენკომ გადმორიცხა უკვე საპნის და ჩუსტების ფული. ჰილარი კლინტონმა გადმორიცხა რედბულის თანხები, პოლონეთმა კაჩინსკის ვენოკის ფული, ხოლო ტრამპმა ჯერ ომი მაქვსო. და რომ მოვრჩებიო, ჩავხედაო ბათუმის რესტორნის ხარჯებსო და რაც მჭამეო, იმისას გადმომრიცხავ მეო. მაინც ბიზნესმენია თვალის თვლა უყვარს მაგას და ნუ ეს იცის თავისებურად ხო იცი. პროკურატურა და სასამართლო უკვე პირდაპირ ფულის შეწერაზეა გადასული, ანუ სასამართლოს ბიძინასთვის ფულის ამომღებ ძველ ბიჭურ დაწესებულებად გადაკეთდა. ცოტა ხანში შეიძლება დაგვიწესონ სააკაშვილის 9 წლიანი მმართველობის დროს ცხოვრების საკომისიო. ანუ იმ 9 წელში რომ ცხოვრობდით, იმისი საკომისიო გადასახდით, მაგალითად 1000 ლარი. უნდა გადავიხადოთ სიტყვაზე ყოველ წელს. ისე სააკაშვილის ვენახებს ვინც იყიდის, იმას მინდა ერთი რჩევა უთხრა, აუცილებლად უნდა ჩამოასხა ღვინო და ასეთი რეკლამა უნდა გაუკეთოს. სისხლიანი 9 წლის ფერი საფერავი მიშას ვენახებიდან. ესეთი კარგი იქნება, ვინც შეიძენს. ასია რო არიგებდა ფონდიდან ამ საჩუქრებს, აბა რა ეგონა, აგერ მე-6 პრეზიდენტი, აბა ყველაფერს გააზრებულად და მიზანმიმართულად აკეთებს, ჩვეულებრივად. რამდენიმე დღის წინ წარმატებული სპორტსმენები დააჯილდოვა ღირსების ორდენებით. მოდით ნახოთ მოკლე ვიდეო, ძალიან კარგი ვიდეოა. მივსალმები ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს, ფიგურული ცურაობის პრეზიდენტს და მის წარმომადგენლებს. ფიგურული ცურაობა, ძვირფასო მეგობრებო, წარმოვიდგინოთ რანაირი სპორტია, არ ვიცი. ნუ ფიგურული, ჩემი აზრით ქვეყანაში გასავითარებელია სხვა სპორტის სახეობებიც, მხატვრული ჭიდაობა. წყალქვეშა კალათბურთი, 100 მეტრზე ფეხბურთი დაბრკოლებების გადალახვით. წყალში ჯდომა, ტალახის ჰოკეი, რა ვიცი, მაინც ბევრნაირი სპორტი შეიძლება განვითარდეს. მაინც რას ნიშნავს ცხენბურთელი პრეზიდენტი რო ყავს. ნუ სპორტის ყველა სახეობაში ერკვევა. მე მეგონა სპორტში მაინც ერკვეოდა ძვირფასო მეგობრებო. ესეთი შეგრძნება მქონდა, რომ რადგან სპორტსმენი შეიძლება სპორტში ერკვევა, მაგრამ თურმე სადავართ. ეს მარტო ჰაბიტუსის გამო არის არჩეული, ანუ სპორტი მოცილდა. სინდისის პატიმრებს შევეხეთ, პოლიტპატიმარს შევეხეთ. მოდი ოცნების პატიმრებზეც მინდა გითხრათ 2-20 სიტყვა. ვნახოთ დამატებითი რა ამბავი გავრცელდა თავდაცვის ყოფილი მინისტრ ჯუანშერ ჯუო ბურჭულაძის შესახებ. ვნახოთ. ჯუანშერ ბურჭულაძეს აზარტული თამაშებიდან 800,000 ლარზე მეტი აქვს მიღებული ძვირფასო მეგობრებო. ესე იგი თავდაცვის მინისტრი ყავდა, რომელიც ჯარის გაძლიერებაზე მეტად უფრო ელოდებოდა 3 მარწყვი როდის დაჯდებოდა სლოტებში. აი უნიკალური თავდაცვის მინისტრი ყოლია, ესეთი თავდაცვის მინისტრი საქართველოს არ ყოლია.
აი ყველაფრიდან ფულს აკეთებდა ძვირფასო მეგობრებო. ყველაფრიდან, აი თავდაცვიდან, ტენდერებიდან, ატკატებიდან, კაზინოდან. მე მგონი რო დადიოდა ის ბოტასები ეცვა სიარულისას ფულს რო წერს. ეგეც ეცვა და ისედაც საღამოობით კიდე მე მგონი სამხედრო მანქანი ტაქსაობდა, რა ვიცი. ესე იგი, წუთი არ გაუცდენია ძვირფასო მეგობრებო თანამდებობა. წუთი გააწურინა ბოლომდე. გააწურინა. მინდა ერთი ძალიან საინტერესო ადამიანი გაგაცნოთ ქართულ ოცნებაში კვლავ გრძელდება კორუმპირებული ჩინოვნიკების გამოვლენა. ნახოთ ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა. ხულოს მერის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი სუსის გამოძიებაზე და ბრალი წარდგენილი მაქვსო. გულგრილობის მუხლითო, მაგრამ მე ხვალ მაინც მივდივარ სამსახურში. ჯერ დაკავებული არა ვარ. ჯერ დაკავებული არ ვარ და თუ დამიჭირესო დისტანციურად ვიქნები 1-9 წელიო მე. მინდა საერთაშორისო პოლიტიკასაც შევეხო. რამდენიმე სიტყვით ძვირფასო მეგობრებო და როგორც იცით, ირანის სულიერ ლიდერად აირჩიეს ხამენეის შვილი მოჯთაბა ხამენეი. ქართულმა ოცნებამ არცაც ხელა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის სახელზე მისალოცი წერილი გაუგზავნეს სასწრაფო წერილით ახალ ლიდერს. მისალო წერილში თან ის ფოტოც დაურთო ირანში ყოფნისას რომ გადაიღო და მიაწერა ამ ფოტოში ცოცხალი რომელიც არის მე ვარ. ესე გაახსენა თავი რა. თბილისში რამდენიმე დღის წინ მოეწყო ხამენეის მხარდაჭერთა აქცია დაახლოებით 200-300 კაცი შეიკრიბა და ყვიროდნენ ხამენეი მზად ვართ შენი ბრძანებების შესასრულებლადო. ამაზე ქვეყნის უსაფრთხოებას საერთოდ არ ჰქონია არანაირი რეაქცია, იმიტომ რომ ესენი შემაღლებულზე იდგნენ და არ იდგნენ ტროტუარზე. თორე აბა ტროტუარზე მდგარიყვნენ. სახელმწიფოს რეაქცია იქნებოდა უმკაცრესი. ყველას ჩიხეში ჩაყრიდნენ. ერთი სიტყვით ვინმე ტერორისტული აქტიც რომ დაგეგმოს, ყველაფერს გავატარეთ. თავარია ბორდიულზე დგომისკენ ფეხი არ წაგიცდეთ, თორე სახელმწიფო იქნება დაუნდობელი და ტროტუარზე რა თქმა უნდა. როგორც გაირკვა, საქართველოში მოქმედებს ირანული არაოფიციალური უნივერსიტეტები თურმე ამის შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს გუბას სანიკიძემ და თინა ხიდაშელმა და სუსმა დაიწყო ამ საქმესთან დაკავშირებით დაკითხები. ხალხმა კითხვა დასუქა, სუსმა რატომ არ იცოდა საქართველოში რომ ირანული სასწავლებლები იყო და სადაც შეიძლება მართლა ტერორიზმთან კავშირიც კი დადასტურდეს, რა ვიცი, არაფერი არ ვიცით და სუსმა რატო არ იცოდა ხალხო, სუსმა რამდენი რამე აკეთოს გამაგებინეთ. არიცით რითია დაკავებული სუსი. ის კვერცხი რო 3 თეთრით გაიაფთა. ხო კარგად მიირთმეთ ყოველდილით ომლეტს. ვინ გაიაფა? სუსმა არ გაიაფა. ხო და ეგ სასწავლებელი კიდე რასუსის საქმეა. უნივერსიტეტი თუ არის არკვიოს განათლების სამინისტრომ, რასუსის საქმეა. მინდა შევეხო სამთავრობო მედიების სანქციების თემას. როგორც იცით, დიდმა ბრიტანეთმა დაასანქცია იმედი და პოსტები. რამდენიმე დღის წინ დამატებით დიდმა ბრიტანეთის მთავრობამ კიდევ ერთი გაფრთხილება გამოაქვეყნა. ანუ ეს გაფრთხილება უკვე ეხება კომპანიებს, იურიდიულ პირებს, ვინც ითანამშრომლებს იმედთან, რომ მეორადი სანქციები ემუქრებათო მათო. მე ვუსმინე ამ განცხადებას და სრული ტექსტი იყო ასეთი: თუ ითანამშრომლებთ იმედთან, გემუქრებათ სანქციები და სხვასთან თანამშრომლობისას, მაგალითად ვანო შოუსთან, არანაირი სანქცია არ გემუქრებათ. სიტყვა სიტყვით აი ასე ეწერ. ესე იგი, ბიზნესი, რომელიც ფულს იმედში მიიტანს, ყველა დასანქცირდებაო ბრიტანეთი გვეუბნება. მე არ ვიცი ეს ამბავი, რომელ ბიზნესმენს ეამა, მაგრამ არ ამგონია რეკლამის განთავსებას ჰქონდეს არქი. არქი კი არა, აზრი, ბოდიში. ხო, ნუ აი არ ამგონია არქი აზრი ჰქონდეს. მე სხვათა შორის არ მოგატყუეთ, სალკე ბრიტანეთის ელჩმა დამირეკა. ვანო, ეხლა პირდაპირ მითხრა, ეხლა არის ახლა აქ დასამალი. ვანო, ეს კომპანიები რომ არ დავასანქციროთო იმედზე რეკლამის გამო, დროებითო შენთანო გადაიყვანეო. აი ესე მითხრა, ეხლა მე მაგის თავი მაქვს ახლა. ეგ მინდოდა, ეხლა დადექი ახლა და აცხადე, ვანო შოუს სპონსორია ეს, გადაცემის პარტნიორია ეს. ნუ აი რავი, აი მაგრამ რას ვიზამთ ეხლა? დიდ ბრიტანეთს უარს ხო ვერ ვეთქვი, თორე აი ჭირივით მეზარება.
ჭირივით. ერთი სიტყვით ორ ცეცხლ შუა დღეს ბიზნესი, აქ მოიტანო რეკლამა ვაია, იმედზე მიიტანო რეკლამა ვუია. მაგრამ მე მაინც ვაის გირჩევთ, იმიტომ რომ ვუი და თანაც ბრიტანული ვუი ტრისას, აი ვუი. ბრიტანეთის სანქციების და მუხარის მე ვფიქრობ საერთოდ არ ეშინიათ ქართულ ოცნებაში, იმიტომ რომ მათ საკადრისი პასუხი გასცა ირაკლის ზარქუამ. ვნახოთ ირაკლის განცხადება, მისი ჯერიც დადგას, შენთან სულ არის მისი ჯერი. ბრიტანელ ლორდებს ქვეყანა თავზე დაექცათ. საღოლ, მაგრად უთხარი. Эй, вы британцы! Вы знаете, кто он такой? Орел пустыни! Тигр Монако! Красотуля! არ ვიცი რუსულად რატო მივმართე ბრიტანელებს უბრალოდ ასე უფრო კარგად ჟღერდა ძვირფასო მეგობრებო. ეგ რა არის ირაკლი ბრიტანელ ლორდებს ვინ დაეძებს მონაკოს თვითონ მონაკოს ნამდვილი პრინცი ყოფილა დაღონებული და განადგურებული შენ რომ აღარ ჩამოდიხარ სრული მოწყენილობა არისო ჩვენთანო ის თუხთუხი აღარ არის რაც შენ დროს იყო ჯერ მარტო ქალს რომ ხელს გადახვევდი და ჩაივლიდი გულზე გადაღეღილი თეთრი პერანგითო შენობებიც კი რთოდენ სიამოვნებისგანო. თან თუ ვინმე კრასატულია იყო, ყველას შენი წყურვილი კლავდაო ირაკლიო რა. აი ეგ არის რა ვქნათ. ქართულმა ოცნებამ რომ გერმანიის ელჩი განსაკუთრებულად ამოიჩემა, ეგ ალბათ იცით, ნახოთ როგორ მოიხსენია ირაკლი კირცხალია არ არსებობს ესეთი ადამიანი, ვერ დაიმახსოვრებთ ვერასოდეს, მაგრამ მე შევეცდები ხოლმე რომ აი ესე სახელი და გვარი მაინც დაიმახსოვრე. სახეზე ნუ ყველანა ერთ რაღაც გვანან ერთმანეთს, მაგრამ ვერ ამოიცნობთ ერთ სიტყვით. ნახოთ, აბა ირაკლი კირცხალი რას ამბობს. მაღალი სტატუსის მქონე დიპლომატია ეს კაცი. გერმანიის ელჩმა პირდაპირ მნიშვნელობით თავზე დაიხია ვენის კონვენცია. ირაკლი ასე ჯობდა გერმანიის ელჩმა პირდაპირ მნიშვნელობით თავზე კატლეტის ჩეკივით დაიხია ჟენევის კონვენცია. მიდი რა ბალენ ბოლომდე უთხარით რა სათქმელი რა სელოლიავით. გერმანიის ელჩს აშკარად გამორჩეულად ერჩიან, უკვე ისე პირდაპირ გამოხატავენ აგრესიას, რომ შეიძლება მალე ვინმეს მობილური დაარეკინო და აგინებინონ, ხო? მერე შეიძლება ნიღბიანები დაახვედროს საელჩო შესასვლელთან და აი მერე ნახოს როგორია მოწინააღმდეგესთან ბრძოლის ნამდვილი ევროპული მეთოდი. მოკლედ ქართულმა ოცნებამ გადაინტერა ყველა ჩვენი პარტნიორი საერთაშორისო პოლიტიკაში მოიკოჭლებს. ქვეყნის შიგნითაც ძალიან ბევრი სოციალური პრობლემა. ალბათ გაინტერესებთ ძვირფასო მეგობრებო, ხალხი როგორ უძლებს ამ ყველაფერს. რატომ არ ხდება ცვლილებები ჩვენს ქვეყანაში? რატომ არ ხდება მაგალითად ამ ქვეყანაში რევოლუცია? ამ შეკითხვაზე ამომწურავი პასუხი გასცა დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა. არის ასეთი დეპუტატი, ესეთია ცოტა ისეთი. ნახოთ მისი განცხადება. რევოლუცია რატომ ვერ ხდება? იმიტომ რომ რევოლუციისთვის არ სალია ხალხს. საქმე აქვს. ხალხს არ სალია, საქმე აქვსო. რევოლუციის არ სალია. ანუ ხალხს არ სალია და საქმე, ანუ ჩვენ კი ვართ ჩამოსაგდებები და დასამხობები მთავრობა, მაგრამ ხალხს არ სალიაო, არ სალიაო. ჩვენ ხوار ჩამოიგდებ ჩვენივე თავსო. ასე ალალად აგვიხსნა კაცმა რა. ისე მართლა დაკავებულია ეს ხალხი, რომ ვაკვირდები, ხალხმა ვერადა ვერ მოიცალა რევოლუციისთვის. აი დღეს ხვალ. გავიდა ახლა ამდენი წელი და დღეს ხვალ. თან როგორი არის ამ რევოლუციისთვის ერთ თუ სალია, მეორე ადამიანს არ სალია. მესამეს თუ სალია, მეოთხეს არ სალია. და ასე 1-200,000 კაცმა ერთი დღე ვერ დაამთხვიეს, რომ მოუყარონ ამ აქციას თავი. თორე რავი, ზოგმა ბავშვი მყავს გამოსაყვანი თქვენ დაამხეთ და მოვალო და რავი, აი ხო ხტებით რა, ვერ მოვიცალეთ. ერთი სიტყვით ვერ მოვიცალეთ ამას. მონოლოგის ბოლოს საინტერესო თემა შემოვინახეთ წინა გადაცემაში, გავაკეთეთ ერთი ნომერი, ვასო ფხაკაძის მონაწილეობით, უცნობის კიდობანი, ესე დავარქვით. ამ ნომერს გამოეხმაურა და საკუთარი შეფასება გააკეთა თვით თავად უცნობმა. მოდით ვნახოთ მისი ვიდეო, უნიკალურია. და გავუშვეთ ის ერთი ის რო არის კომედი შოუ ხო აქვს ამათ ერთი ძალიან მაგარი გადაცემა და ერთი ყავთ ერთი ყველაზე უნიჭო მოკლედ აი ვასია ფხაკუნა რა ვაფხაკუნებს მარტო ემაპებს და რო ფხაკუნობს მეტი რო არაფერი არ შეყაის მოკლედ
ამ კომედიშიც მინდა და დაწყენი ვარ თქვენზე რა. რაღაც ხამ მაინც იმასგანს რაღაც გააკეთეს ჩემი ისა რა ქვია იმას რა. პაროდია რა. ყველაზე უნიჭო კაცი რატო აკეთებინებ ჩემ პაროდიას. გამაგებინებ რა. ეს კონკრეტულად ეს ვასა. თორეა კიდე ის რო გამაძას ისაა ეს ორი ტიპი არის ყველაზე ისა რა ქვია ბანძი ტიპი იუმორით მაგ გადაცემაში მაინდა-მაინც ესენი ამორჩიეს და ნაწყებია ესე იგი ვასო ფხაკაძე არის უნიჭო და კიდე ის მეორე ბიძინას პაროდიას რო აკეთებს აი ამას ქვია შემოვლითი გზით მლიქვნელობა ძვირფასო მეგობრებო აი რა შუაში იყო ახლა აქ ბიძინას პაროდიის მაგდომერში ბიძინას საერთოდ მონაწილეობდა მაგრამ ამით ბიძინას ასიამოვნა არ ვიცი უცნობი რამდენად ნიჭიერი მსახიობია, მაგრამ რაშიც არის ნიჭიერი, აშკარად ჩანს აი ამ ვიდეოდან ძვირფასო მეგობრებო. ისე ადამიანს, რომელიც რობერტ დე ნიროს იწუნებს, როგორც მსახიობს, იმას რომ ახლა ვასო ფხაკაძეს არ მოეწონოს და მისი ნიჭი დაიწუნოს, ახლა ამაში გასაკური არც არაფერია ძვირფასო მეგობრებო. საერთოდ რა უცნაურია ნიჭიერებაზე გვესაუბრება ადამიანი, რომელიც მთელი წლები თავის სამაკორდიანი სიმღერებით წამლავს მოსახლეობას. აჩუ ცხენოთი დაასრებოვნა. აფხელა მუსიკალური კულტურის მქონე ქვეყანა. მე პირადად ძალიან მიხარია ეს პაროდია, რომ არ მოეწონა უცნობს. ამიტომ მომავალში ბატონო უცნობა ისეც გავაკეთებთ, რომ უფრო არ მოგეწონოს. მე კიდე ისეც გავაკეთებთ, რომ კიდე უფრო არ მოგეწონოს. და ისეც გავაკეთებთ, რომ ისე არ მოგეწონოს, რომ წყობილებიდან გამოხვიდე და სიმწრისგან დალეწო იქ ყველაფერი. მე ისეც გავაკეთებთ, რომ თავის გადაცემაში გამოსulis, რომ ცხვროდეს და ბოლოს რომ პირდაპირ დახულო ეს გადაცემა, ისეც გავაკეთებთ. ისე არ მოგეწონება ეს გადაცემა, ისეც გავაკეთებთ, ისე გაგამწარებთ და დაგახურდეთ მაგ გადაცემას. რა ვქნათ ძვირფასო მეგობრო ჩვენი მეთოდებით ვერ ვძვით რუსულ პროპაგანდას სხვა გზა რა გვაქვს აბი აქედან მე ვთვით სხვანაირად რომ ესე ვართ მოწყობილები მაგრამ იცოდეთ არ ქვეყანას არ აგარევინებთ დიდი მადლობა ეს იყო ჩემი უნიჭო მონოლოგი იმედია ჩემ შოუს მალე მუსიკალურად გააფორმებს ბენდის უნიჭო თამარ ლეკვეიშვილი ძვირფასო მეგობრებო ძალიან დიდი მადლობა ძვირფასო ტელემაყურებლებო დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია პარტია ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ბატონ ლევან სანიკიძე. აქვე მინდა შეგახსენოთ ჩვენი პარტნიორების შესახებ. გადაცემის პარტნიორია PNXG. ამანათები ჩინეთიდან და ახლა უკვე თურქეთიდან. ყველაზე დაბალი ფასი ბაზარზე და სუპერ სწრაფი ტრანსპორტირება. გადაცემის პარტნიორია მეღვინეობა პირველი პრემიუმ ხარისხის ღვინო თქვენ სუფრაზე. ასევე გადაცემის პარტნიორია InSpace Design. InSpace Design ქმნის თანამედროვე და პრაქტიკულ ინტერიერის დიზაინს. InSpace Design ჩვენ ქმნით თქვენს სივრცეს. აქვე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჩვენ შევქმნით ახალი გასართობი არხი, ჩვენი არხი, რომელიც მარტივად შეგიძლიათ მოძებნოთ თქვენ სატელევიზიო პულტებზე, ვისაც მაგთი გაქვთ ნომერი 45, სილქნეთი და ახალი ქსელები 345 და მარტივი ნომერი 45. აქვე შეგახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემების ნახვა შეგიძლიათ ჩვენს YouTube არხზე შაბათ შოუ ჯგუფი, გამოიწერეთ ჩვენი არხი და დაელოდეთ სიახლეებს. ვაგზელებთ გადაცემას და ძვირფასო მეგობრებო, მინდა ერთი არასასიამოვნო ინფორმაცია გითხრათ. ბრიტანეთის მთავრობამ დაასანქცია ტროლების ქარხანასთან არსებული ბოღმა ნიუსი და ახლა გთავაზობთ ბოღმა ნიუსის სპეციალურ გამოშვებას. ვნახოთ. მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეს არის გადაცემა ბოღმა ნიუსი და მე კი მისი უცვლელი წამყვანი იმპერატორ ვასილიუს ბოღმა ნიუსი გახლავართ. გადაცემას ვიწყებთ შოკის მომგვრელი ინფორმაციით. ვაიმე! ბრიტანეთმა დაასანქცია ბოღმა ნიუსი. თქვი არა კაცებო, თქვი აკაცუკებო. მოკვდათ ხო გულზე და ცხვირპირსი ჩვენი დამოუკიდებელი ბოღმა ინფორმაციები. თქვენ აწინახეთ რას დაგმართებთ. თქვენ თუ მეფია მთავრობიანად პირწავარდნილი გეები არ აღმოჩნდეთ, მე კაცი არ ვიყო.
აი, ისე მიჭირს სისინი და შიშკილი რომ აღარ შევიდა ბგერების წარმოდგა. მინდა დღევანდელი განცემა მიუძღვნა სრულიად ბრიტანეთს და აქვე ჩემს ეთერში ვამხილო ეგ არა ადამიანები. ბრიტანეთში ცოლმა ქმარს ხვლიკთან შეუსწრო. როგორც შემდეგ აღმოჩნდა ეს ხვლიკი მამრობითი სქესის იყო, რაც იმის დასტურია რომ ბრიტანეთში ხვლიკების კი გეები არიან. გამოსაწვავები ხართ სულ ყველა. დაგმუგავთ. ვაგრძელეთ ბოგმანიუს. ბრიტანეთში პედაგოგმა ქალმა სქესი გადაიკეთა და ერთის ნაცვლად 3 სასქესო ორგანო ზურგზე დაიმაგრა. როგორც სპეციალისტები ამბობენ, მოწყობილობის მეშვეობით ბრუნავს დღეს ეს ქალბატონი პედაგოგობასთან ერთად დრონის ფუნქციასაც ითავსებს. დიდ ბრიტანეთში დემოგრაფიული ანომალიის ფაქტები კიდევ უფრო გაიზარდა. უკვე მერამდენე შემთხვევა, როცა დედამ საკუთარი ახალშობილის სქესი დაიწუნა და შესაცვლელად შვილი უკან შეიბრუნა. ბოდიში ძირფას როგორ ფრჩხილების დაჭრა ვერ მოვასწარი. ლორდთა პალატამ უკვე დაარეგისტრირა კანონი, რომლის მიხედვითაც ბრიტანელ ჩვილებს უფლება ეძლევათ უშვილო მშობლები იმ შობლონ. ახლა გიძირბაზო მეგობრებო, ერთი საწყლო ინფორმაცია მინდა გითხრათ. როგორც იქნება ბოგმანიუსმა ვიპოვიან დამპალ საქართველოში ყველაზე უფრო დამპალი ჟურნალისტი და რა თქმა უნდა ის ჩემთან იმუშავებს. პირდაპირ ეთერში შემოგვიერთება ჩვენი სპეციალური კორესპონდენტი ზინა ბოგმაია, რომელიც ბრიტანეთის საელჩოსთან იმყოფება. მოგესალმებით ზინა. როგორ მინდა ბრიტანეთის ელჩთან შევიპარო, თავი რამდენიმე თვეების მოახლედ გავასაღო, მისი კეთილი განწყობა მოვიპოვო, მერე დაძინებულს ჩუმად თირკმელები ამოვაცალო, გავყიდო და ეს ფული ჩვენი დამოუკიდებელი მედიის ფონდში ჩავრიცხო. მერე ეს ელჩი გამოვათარიო, სამეფო აბაზანაში ჩავაგდო და ბითლზების მუსიკის ფონზე ნელა დავასხამჟავა. გავავსო აბაზანამჟავითი და ლონდონის დროით დავაკვირდე, როდის დაიშლება. თან შიგადაშიგ ჩავძახო. Do you speak English? თქვენ არიცით რა სიურპრიზი ელოდება ელჩს და მთელ საელჩოს. დღეს ამ შენობაში ჩავიკეტები, აქ დავრჩები დავათვალიერებულ ლამაზეს ოთახებს, მდიდრულ ავეჯს, უახლეს ტექნიკას, ბოღმისგან გავიბერები და ერთიანად გავსკდები და ბოღმით ამოვგანგლავა გაურობას. უშენ განაცვალე ზინა, მართლაც რომ შეუდარებელი ბოგმანიუსის ჩართვის კორესპონდენტი ხარ. ზინა, სადაც შენ იმყოფები, სადაც შენ ხარ სპეციალურად ჩვენ პროდიუსერს მოვაჭიმიე ელექტროკაბელი. მანდ არის მინუსი, მე მაქვს პლუსი. მოდი ერთდროულად ენა დავადოთ და ის ბოგმა ჩვენი რისხვა დავანახოთ ბრიტანეთს. ხელში გიჭირავს მინუსი. მზადავა. აბა 1 2 და 3. დიდი მადლობა ზინას, ეს გახდა ჩვენი სპეციალური კორესპონდენტი ზინა ბოგმაია. გადაცემის დასასრულს მინდა ხაზგასმით კიდევ ერთხელ აღვნიშნო. დიახაც, დაგვასამცირეს? აი, მაინც ვერ შეგვაშინებენ. ხელფასებს ვერ ჩაგვირიცხავენ? არა უშავს. ქეშად მოგცემენ. ქეშად ვერ მოგცემენ? პროდუქტებით გადაგვიხდიან. პროდუქტებითაც ვერ გადაგვიხდიან? ბურბურღულეულით მოგცემენ. ბურბურღულეული არ იქნება? ხილს დაგვირიგებენ. ხილი არ იქნება? კურკებს გამოვოკავ. ერთი სიტყვით ბოგმანიუს ვერ გადეხავთ. წითელთმიანო, ჭორფლიანო, დამპალო ბრიტანელებო, უი ვინძორებო.
ვაგრძელებთ გადაცემას და მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ ჩვენი პარტნიორების შესახებ. გადაცემის პარტნიორია Pinex-ი, ამანათები ჩინეთიდან და ახლა უკვე თურქეთიდან. ყველაზე დაბალი ფასი ბაზარზე და სუპერ სწრაფი ტრანსპორტირება. გადაცემის პარტნიორია მეღვინეობა პირველი, პრემიუმ ხარისხის ღვინო თქვენ სუფრაზე და ასევე გადაცემის პარტნიორია InSpace Design-ი. InSpace Design-ი ქმნის თანამედროვე და პრაქტიკულ ინტერიერის დიზაინს. InSpace Design-ი ჩვენ ქმნით თქვენს სივრცეს. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჩვენმა შემოქმედებით მე ჯგუფმა შევქმნით ახალი გასართობი არხი, ჩვენი არხი, რომელიც მარტივად შეგიძლიათ ნახოთ მოძებნოთ თქვენ სატელევიზიო პულტებზე, ვისაც მაგთი გაქვთ ნომერი 45 სილქნეთი და ახალი ქსელების 345 და მარტივი ნომერი 45. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემების ნახვა შეგიძლიათ ჩვენს YouTube არხზე, შაბათის შოუ ჯგუფი, გამოიწერეთ ჩვენი არხი და დაელოდეთ სიახლეებს. ვაგრძელებთ გადაცემას და მინდა წარმოგიდგინოთ ბიძინა ივანიშვილის და ოცნების პროპაგანდისტ მანანა ჩიქობავას რიგით მეორე დუეტი და აქვე მადლობა გადაუხადო მანანა ჩიქობავას როლის უბადლო შემსრულებელ ვიკა ბუკიას მუსიკალურ ნომერში მონაწილეობისთვის. აქვე შეგახსენებთ, რომ სიმღერა ჩაწერილია სტუდია InSound-ში, InSound-ის სტუდია, რომელსაც ვენდობით. ნახოთ მუსიკალურ ნომერი. ახლა უნდა დავურეკო ჩემი თვალის სინათლეს მოვუყვები ქვეყნის ჭორებს ვინ გულანძღავს და ვინ გვარცხვეს როგორ ახარ ბრილიანტო მზის ხივებს რომ ირეკლავ ენის მოტარტარებამ სურს თუ დროს ხომ არ გირეკავ გამარჯობა მანანიკო უშენობა რთულია შენი ხმის გაგონება ჩემთვის გაზაფხულია მიყვარ შენი ლაპარაკი ყური მიჩვეულია აბარაჭორები იცი ჩემო კრასატულია გაიგებდი ჩვენს იმედს რომ შეახოცეს ხელები ხედავ რეებს კადრულობენ ბონძღი ბრიტანელები სერიალი თუ არ გვექნათ ცეკვები და ღრეობა რითი უნდა გამოვკვებოთ ლენჩი მოსახლეობა სიწყნარია ქვეყანაში ვერ დაფრინავს ბუზი ყველას ბომბები ეცემა შენ დაგეცა ტუზი როგორი ტვინიანი ხარ შემოგევლე გენებში ანძა რომ გაანათე შაჰაბასის ფერებში არაფერზე არი დარდო მოსყიდულო ჟენშინა ეს რა кайქება იცი ლამი შამომეძინა ვერაფრით რო ვერ დავწიეთ სასურსათო ტარიფები ამაზე რა სიძახიან უბედური ღარიბები დაბღალეს ამ ღარიბებმა ყველა უნდა გავწიროთ გემზე ხომ არ შევყაროთ ზღვაში ხომ არ ჩავწიროთ წაგვიბილწეს მარკეტები ამ ყვითელი ფასებით ძერევნია ხალხს მოვიშორებთ სუმდიდრები დავრჩებით ზოგ ჩემიანს მინდა ვუთხრა შენ თავში არ აგივარდეს იგრიალე ოღონ ძომნად პარტია არ დაზიანდეს დროა შენ რომ ჩაერიო ჭორებს ვეღარ ვაკავებ ისეთ გრეხებს შადია რომ ჩვენებშიც ვერ ვაყრავებ რომ იცოდნენ რას უპირება აღარ დაეძინებათ მე ხო ახლა ვიცინი და ტრებსაც გაეცინებათ შენ მაგაზი არი დარდო ნუ იფუჭებ გუნებას რა შობია მანანიკო სხვისი ცოდვის ყურებას რა გულქვახარ რასასტიკი რეებს ამბობ ხალხში ცოდვას მიტევება უნდა ოღონდ კაიფაში და deep state ამერიკას ისევ ისეატრიალებს ვინმე ხო არ მოითაფლა ვინმე ხო არ გვაღიარებს deep state-ის leadership-ში ბოგინობენ ნაცები აიდარდი თუ გლანძღავენ კაბიანი კაცები მე მინდა რომ ჩემი ერი ქართველობას ართმობდეს ხომ გავგიჟდი მე დავრჩე და ნუ გზარიკო გათხოვდეს თუ გვინდა რომ ჩემო მზეო ოცნებები ავიხდინოთ ცოტა უნდა გავბოროტდეთ ცოტა უნდა გავიჭირვოთ რას ფიქრობ რომ რეპრესიის სხვა ლეველი განვიხილოთ მგონი დროა აკაცუკის სუნთქვის გამოც დავიჭიროთ ოკაი ახლა ნუ დავიწყე აქეთ ჭკუის დარიგება სხვა ბანკიდან გადმოვიცხე საღამომდე დაგიჯდება დამიმშვიდი დაიყავი ოპტიმიზმით განწყობილი ეს სისტემა მე შევქმენი ფაზლივით ბაკაწყობილი აი უკვე ჩამერიცხა გამინათ და გონება არ მოაკლდეს შენს მონაგარ სიმდიდრე და ქონება ყველა ჭორს შენ მოგიყვები ჩაგიკაკლავ გპირდები და სულ შენს გვერდით ვიქნები სანამ გაღარიბდები ხო მანანიკო რა მინდოდა ტელეკომპანია იმეც ვყიდი 500 ლარა და გამიგერთი ხო არავის უნდა ხვალვე თუ იყიდის პოზიტივის გავატან უფასოდ კაი გავიკითხავ ნუ გზას დავურეკავ და დაგიკავშირდები ჩემო უნაკლო სიგდამალადოი კეთილო დიქტატორო
თვითფასო მეგობრებო, ბრუნდებით რეკლამინა და მინდა მივესალმოთ ჩვენ განაცემის სტუმარი, ძალიან საინტერესო ადამიანი, არაჩვეულებრივი ახალგაზრდა პოლიტიკოსი, ეს დაგარქვი. თამამი განაცხადია. თამამი განაცხადია, ბატონ ლევან სანიკიძე. მოგესალმებით. აი ბედნიერი რომ ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი ოცნება ახლა და მოვედი, იმიტომ რომ რაც თავი მახსოვს, მე მახსოვს ვანო ჯავახიშვილის შოუ და არ ვიცი მე არ მინდა რომ რაღაცა ცოტა ასაკში მყოფად იგრძნო თავი და მხცოვანად, მაგრამ არა, იქნია შენზე ვართ გაზრდილები ხახი, რომელსაც ეხა პრეტენზია მაქვს. მადლობა რომ მოხვედი და მინდა წარმატებები გისურვო პოლიტიკურ ასპარეზზე, იმიტომ რომ დღეს გვჭირდება ახალგაზრდა პოლიტიკოსები ჩვენს ქვეყანას. იცი რა არის, ბონდი პირდაპირ თავიდან მინდა ერთი ძალიან საინტერესო თემა შევეხო. მამაშენი აღმოაჩინა თურმე რომ ჩვენს ქვეყანაში არსებობს ირანული სასწავლებლები და ეს თურმე სუსმა არ იცოდა. კი. ესე აღმოჩნდა. მე საერთოდ გონია რომ მამაჩემმა აღმოაჩინა რომ ირანი არსებობს საქართველოში. აი ხოცებმა შეიძლება პირველად გაიგეს რომ ირანი არსებობს, ესეთი სახელმწიფო. ესეთი სახელმწიფო ხო არსებობს და დაბარებული იყო სუსში. კი. ხო. თან ჩვენ გაგვაფრთხილა სხვათა შორის, სახლში გაგვაფრთხილა რომ არავის მისვლა არ არის საჭირო რა, იმიტომ რომ ძალიან მშვიდად წყნარად წავიდა ამ სუსის გამოკითხვაზე და ეხლა რო გამოვიდა, კომენტარი კი ვნახე. მე თვითონ რაღაც აქციაზე ვიყავი, მარშზე ვიყავი და ეხლა ვიფიქრე რომ მეთქი რა კითხეს და რო დაურეკე, იყო საგონებელში ჩავარდნილი. აი ხმა არ მომეწონა. უცებ მეუბნება რომ არა დაღუპულია ეს ქვეყანა. ხო. აუ მეთქი რა ხდება. არა დაღუპულია, მართლა ღვთისმშობელი იფარავს. თქვი მამა რა ხდება? შენ უნდა გენახა ის სუსის გამომძიებლებიო. საერთოდ არაფრის აზრზე არ არიან. აი ქვეყანა მართლა არის შეტოვებული უფლის იმედად და ჯობია რა თქმა უნდა უფლის იმედად იყოს ვიდრე ირაკლი ყობახიძის. რა თქმა უნდა მე როგორც მორწმუნე ამის მიმდევარი ვარ რომ რა თქმა უნდა ჩვენი ქვეყნის ბედი ჯობია იყოს ღვთისმშობლის ხელში ვიდრე მიხეილ ყაველაშვილის. და აი მე აი ძალიან საინტერესო ამბები იყო რაც მოყვა ამ გამოკითხვის შესახებ რა. ხო. ანუ ხო გააჩნია რაზე იბარეთ. აი მაგალითად ერთ-ერთი შეკითხვა რაც არ ვიცი, მამა ბუდიში რომ ამბობ, შეიძლება არ უნდა ყვებოდე, მაგრამ არის ის რომ პირდაპირ კითხეს რომ თუ შეგიძლიათ მოკლედ გითხრათ რა არის შიიზმი და შიიტური ისლამი. ანუ მამაჩემი 35 წელია ოჯახს ინახავს იმით რომ შიიტური ისლამი იცის და ამაზე ლექციებს კითხულობს. ანუ ეს არის მისი პროფესია, ეს არის მისი აი მთელი არსებით რაც უყვარს არის რელიგიის ცოდნა. ანუ ვიღაც ორი გამომძიებელი ეუბნება რომ 2 წუთში უნდა მოყვა შენ რა არის შიიტური ისლამი. და მე მიუტრიალდა ამ მოსამართლეს და ეუბნება რომ მინიმუმ თქვენ თუ გაქვთ 3 საათი მე მზად ვარ რომ გავცე ამ შეკითხვას პასუხი და რა თქმა უნდა მოსამართლემ ამ შეკითხვაზე პასუხი არ გააცებინა, იმიტომ რომ სხვათა შორის მოსამართლის მხრიდანაც როგორც გავიგე იყო აღიარება რომ ამ დარგის უბადლო სპეციალისტია მამაჩემი და არ შევიდნენ ამ რაღაცა გარკვევებში, მაგრამ მე როგორც გავიგე ფაქტობრივად არც ერთი ის მნიშვნელოვანი ტერმინი რაც ისლამთან დაკავშირებით არსებობს თავად ამ გამომძიებლებმა არ იცოდნენ და უბრალოდ უბედურება ჭირს ამ ქვეყანას ამ თვალსაზრისით რომ გაუნათლებლობა არის ყოვლად წახალისება. წახალისება. მან რა არის მე მგონი კიდე Facebook პოსტი ქონდა გახეული ტომარა. იმიტომ რომ ანუ ეგ რა იყო? რა კითხვა? მან იყო ეგეთი ამბავი. რატომ არის ჩვენი ქვეყანა გაგლეჯილი? რატომ არის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება გახეული ტომარა და გაგლეჯილი ტომარა? ესო რამდენჯერმე მკითხესო. ანუ და ამათ თურმე ანუ საბოლოო ჯამში მე რომ დავფიქრდით რომ რატო დაიბარეს, რომ გულზე მოხვდათ, რომ რატო დაუძახა მამაჩემმა საქართველოს უსაფრთხოების სისტემას გაგლეჯილი ტომარი. ანუ ის კი არ იყო, რომ აი შიიტური გავლენა, რადიკალური შიიზმი როგორ უნდა რაღაცნაირად აღკვეთოთ და გავლენა როგორ დავაბალანსოთ და რელიგიური უსაფრთხოება როგორ უნდა დავიცოთ. არო ჩვენო კაცო როგორ დაგვიძახეო, რომ გაგლეჯილი ტომარი შემქმნელები ვართო და ხა. მე მართლა შეწუხებულმა დარეკა ჩემთან რომ ეს ქვეყანა როგორც ჩანს მართლა მხოლოდ უფლის იმედად არის დარჩენილი. ეხლა ესეთი კითხვა მაქვს, რადგან შენ ახლა აქტიურად ხარ ჩართული პოლიტიკაში, ალბათ
შენ და მამაშენს გქონიათ კამათი, ხო? რაღაცა პოლიტიკური თუ არ თუ ხშირად. აი რაზე შეიძლება იკამათოთ? აი მაგალითად აი მამაჩემ საერთოდ არ ჯერა კი ტექნოლოგიური განვითარების ჯერა მაგრამ აი სკეპტიკურად უყურებს ხელოვნურ ინტელექტს. ხო. აი არჩევნების დროს იყო უკიდურესად სკეპტიკურად განწყობილი ამ ელექტრონული ხმისმიცემის სისტემაზე. ოღონდ ანუ რამე დოკუმენტი კი არ ეჭირა, უბრალოდ ამბობს ისო ხელით გადათვლილი ჯობია ვიდრე ეგ რა. და აი უფრო აი ამაზე გვაქვს ხოლმე კამათი რა, რომ მიდგომებში მამაჩემი მაინც უფრო ძველი პოლიტიკური მიდგომების მატარებელია. რამის ტელეფონი ვნახე ძალიან ხანში შესული ტელეფონია. ღილაკიანი ტელეფონის გარდა არ ჯერა არც ერთი ტელეფონის. რომელიც ნახშირზე იტანება და თივაზე მუშაობს. აი ეგეთი ტელეფონია რა, რომ გაფუჭდეს, იმას ვერავინ ვერ შეაკეთებს. ერთი ცალია დარჩენილი. აღარ არსებობს იმის ხელოსანი სამწუხაროდ ყველა გარდაცვლილი. კი ბატონო. მაგრამ აი პოლიტიკაში წახვედი, ხო? ეხლა აი ძალიან რთული გადაწყვეტილება ეგ ესეთი, მაგრამ მამაშენის რეაქცია რა იყო? აი როგორ არის, იცი? აი ბევრს გონია რომ სხვადასხვა ეტაპზე ჩემი ცხოვრების, აი საბავშვო ბაღიდან მოყოლებული ალბათ, სულ გონიათ რომ მე და მამაჩემი ყველაფერს გეგმავთ ერთად და აი მამაჩემი მწვრთნის. არა და აი სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ სკოლა ისე დავამთავრეთ, რომ სკოლაში არ მოსულა. და ერთადერთი შეკითხვა, რასაც ჩვენ სწავლასთან დაკავშირებით ვსვამდა, იყო რომელ კლასში ხარ? ანუ ამის იქეთ არ მიდიოდა. მე და ჩემ დას გვეკითხებოდა, რომ შვილო, რომელ კლასში ხარ? და აი ამით საზღვრავდა, რამდენად სწრაფად დავამთავრებ. ჩემ დაზეც ზუსტად იგივენაირი მიდგომა ჰქონდა, რომ აი უნივერსიტეტში რომ ჩავაბარეთ, მე ერთადერთი იკითხა, რომ რომელ ფაკულტეტზე აბარე. აი პოლიტიკაზეც იყო ზუსტად ეგეთი საკითხი, რომ ეს პარტია არის ერთადერთი პარტია რომელსაც ვირჩევდი, ანუ სხვა მე არც ერთი სხვა პარტიისთვის არათუ მხარი არ დამჭერია. ზოგადად ანუ სიმპათია მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის გარშემო მქონდა და სხვათა შორის აი ბევრს რო გონია რომ რაღაცა მამაჩემი მივიყვანა მე ნაცმოძრაობაში, ეგ არის პირიქით. ხო. მე მივიყვანე მამაჩემი მიშას. მე მივიყვანე მამაჩემი მიშასთან, იმიტომ რომ რაღაც მომენტში მივხვდი რომ პირველი ნაბიჯის გადადგმა უჭირდათ რა, იმიტომ რომ ეგ ზოგადად ესეა, როდესაც ადამიანთან გაკავშირებს მჭიდრო ურთიერთობა რევოლუციამდე, რაც მიშასთან ჰქონდა, ჩემს ოჯახს და მიშას ოჯახს. როცა ეს ურთიერთობა აკავშირებდათ და მე დიდ მტრობაში გადაგდის, მე როდესაც დრო გადის, მიხვდები რომ რაღაცა გადასაფასებელია ორმხრივად, რაღაცა ერთმა გადაამლაშა, რაღაცა მეორე. პირველი ნაბიჯის გადადგმა გიჭირს. და აი მე უბიძგე რომ აი ჯობია რა, დაელაპარაკო ისევ მიშას რა. იმიტომ რომ განსაკუთრებით როდესაც დამეთანხმებიან ჩვენი ემიგრანტები, როცა ქვეყნიდან გადიხარ, მიხვდები კიდევ უფრო მეტად რა აქვს გაკეთებული იმ პარტიას, რომელსაც მე წარმოვადგენ და მაშინ უკრაინაში რო ჩავედით, ეს იყო 2019 წლის 23 ნოემბერი, გიორგობა იყო. აი მაშინ დავესწარე იმ გრანდიოზულ ვახშამს, სადაც ამდენწლიანი პაუზის შემდეგ მამაჩემი და მიშა ერთმანეთს შეხვდნენ და იქ რა თქმა უნდა, ახლა ისეთი ხუმრობები მიდიოდა, რომ როგორ? აი უკვდავი ხუმრობა არის ეს ბარკლის თემა. უკვდავი ხუმრობაა, სხვათა შორის. აი ორჯერ ვარ მამაჩემთან და მიშასთან ერთად სუფრაზე ნამყოფი და პირველ ჯერზე მამაჩემმა გადაუდო მიშას ბარკალი, რომ აჰა, შენი ის ბარკალი წაიღე. და მეორე სუფრაზე უკვე მიშამ გადმოუდო ის ბარკალი, რომ აჰა, ეს ბარკალი დაიბრუნე უკან. ანუ ეგ უკვდავი თემა არის, ბარკლის თემა და სხვათა შორის ახლა საარჩევნო ჩვენ ყავდა 24 წელს დაქირავებული ბრიტანელი კონსულტანტები, რომლებსაც ობამას კამპანიაში ჰქონდათ მონაწილეობა მიღებული, ბორის ჯონსონის კამპანიაში ჰქონდათ მონაწილეობა მიღებული და ამოვიღეთ 2012 წლის მამაჩემის დაპირებები.
და 2012 წლის მამაჩემის მესიჯები, რომ აი ეს ბარკლის თემაზე გაუგონდნენ, რომ ეს არის გენიალური მესიჯი, პრიმიტიული, მაგრამ ყველასთან მიტანად. სადღაც ერთ კვირაში მოვიდნენ და გითხრეს, რომ იქნება საავტორო უფლება ხო არ გაქვთო ამაზეო. მეთქი არ ვიცი, ახლა მამაჩემს რა საავტორო უფლება უნდა ქონდეს ამაზე. არა, ჩვენო გვინდაო ესო, რომ სხვა ქვეყნების პრაქტიკაშიც დავნერგოთ. ხახნო, თუ ნახავთ სადმე ბრიტანეთის ან რომელიმე სხვა ევროპული ქვეყნის არჩევნებში, რომ პოლიტიკოსი ამბობს, რომ ბარკალი მიაქვს ხელისუფალს, იცოდეთ, რომ ჩვენი ნამუშევრ. კაი იყო ეს. იცი რა უნდა შენი მეგობრები ახლა ალბათ მამა შენთანაც აი უნდათ რომ აი რაღაცა სიახლოვეს იყვნენ, ხო? იმიტომ რომ ძალიან საინტერესოდ ყვება ზოგადად გუბაზი, ანუ ამბებსაც, ისტორიის პერიოდებს და რა ვიცი, ალბათ უფრო უნდათ ხოლმე რომ გუბაზისთან უფრო მეთხას იყვნენ ვიდრე შენთან. იცი როგორ არის? ჩემი მეგობრების დიდი ნაწილი საერთოდ გავიცანი, იმით რომ რაღაც მამაჩემის ფან პეიჯები ქონდათ და რაღაცა მონაკვეთებს ჭრიდნენ, აი ფრთოსან ფრაზებს რაც არის. აი სახში რო ვიკრიბები ძალიან უყვარს სტუმრიანობა რა, ნათესავი, მეგობარი, ჩემი მეგობარი, ანუ სულ ბედნიერია, როცა სახში სტუმარია. ხა ჩემი მეგობრები რომ მიდიან, ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ უფრო მეტ ფრაზას ეტყვის მამაჩემს თავისივე ფრაზას. ოღონდ მამაჩემი ამას ვერ ხვდება ხოლმე, რომ მისივე ფრაზებით ელაპარაკებიან, მაგრამ მთელი ეს ამბავი იმაში მდგომარეობს, აი ბავშვობაზე მინდა რომ აი ეგ დავაკავშირო, რომ მამაჩემთან დაკავშირებით ბავშვობაში მაქვს ძალიან ცოტა ისტორია. ხო. აი თითქმის არ მაქვს რა. იმიტომ რომ მე მეგონა რომ მამაჩემი მუშაობდა მიტინგზე. აი ბავშვი რო ვიყავი, აი მე და ჩემი და ტელეფონს რო პასუხობდით, სახლის ტელეფონს, რო გეკითხებოდნენ მამა სად არის, მე ლოკაცია კი არ მეგონა მიტინგი და რუსთაველის გამზირ. მეგონა რომ მამაჩემი სამსახურს ქვია მიტინგი და მომიტინგე არის პროფესი. და ვიდიოდა მთელი ცხოვრება მახსოვს, რომ აი მამაჩემი მოდიოდა დილას ადრე და მიდიოდა მე აი გამოიძინება და მე მიდიოდა რუსთაველზე ისევ საომრად და ანუ მე აი დავფიქრდი და მივხვდი რომ ანუ რის გამოც და ვის გამოც მამაჩემმა მთელი ჩემი ბავშვობა გაატარა მიტინგებზე ვის წინააღმდეგაც იმ კაცის პარტიის თავმჯდომარის მოადგილე ვარ ახლა ანუ ვის გამოც მე მაგ ნაკლები მოგონება ბავშვობაში მამაჩემს გამო იმ კაცის პარტიის თავმჯდომარის მოადგილე ვარ ვიშა სააკაშვილი გადაუხადე სამაგიერო ოღონდ აი მე თვითონ ვიყავი აბსოლუტურად არაპოლიტიზირებული ბავშვი სხვათა შორის აი ამას უფასებ მამაჩემს განსაკუთრებულად რომ არასდროს არ ცდილობდა თავს მოეხვია ეს ამბავი რომ იმიტომ რომ აი მინახავს რომ აი საკუთარ შვილებსაც ვიღაცას აძულებენ რომ აი ეს არ შეიძლება და პერია ჩვენი და ჩვენ ოჯახს ებრძვის და აი მე არასდროს არ მქონია და ამანაც ჩემ იწყო ბუნებრივად მე ხელი რომ რაღაცა ბარიერი არ მქონია მიშასთან. არა, მაინტერესებს რადგანაც ესე თქვი სულ მიტინგზე იყო და რაღაცა, მაგრამ ეხლა ბავშვებს ხო სჭირდება სადღაცას მაგალითად წაიყვანო რაღაცა უყიდო, აი შვილო წამოდი, ან წაიყვანო სადმე სასეირნოთ, ხო, ანუ დაყავდი ისე იცი როგორ არის, ხა მამაჩემს საერნობა არ უყვარს ზოგადად. ხო. მაგრამ აი ყველა ესეთი გასვლა მახსოვს წელიწადში ალბათ 2-3, როცა მამაჩემს სადღაც მივყავდით მე და ჩემი და. სადღაც მე 5 წლის ვიყავი ან 6 წლის. და ნუ აი შევაღონეთ მე და ჩემმა და მამაჩემი რომ ზოოპარკში უნდა წავიდეთ. და ნუ დავითანხმეთ. მამაჩემს ეზარება, აი სახეზე ეტყობა რომ ეზარება 20 წუთი ჩემი და დგას რაღაც სპილოსთან და იმ სპილოს აჭმევს და არა ამას სახში უნდა წამოს მომენტი არავით არ ინტერესი არ აქვს და ეუბნება რომ აი შვილო რა გიყიდო ახლა რომ რაღაცა ხო კარგია აქ რო ვართ რომ აი მალე მორჩეს და მე აი მე მგონი ის ეშმაკის ბორბალი ახლაც დგას რა ანუ ის ხმას უშვებდა აი რაღაცა ძველი აი ხო აი მართლა ჯოჯოხეთის ხმას უშვებდა რა და უცებ მე და ჩემმა და მავიტეხეთ რომ მამა უნდა დავსხდეთ ამ ეშმაკის ბორბალს
და ეს ეშმაკის მორბალი როგორ იყო, იცი? ეს კაბინები იყო ძალიან უცნაურად დაკიდებული. აი ყანყალებდა რა. როგორც კი მამაჩემი დაჯდა, უკვე გადაიხარა ეს კაბინა. ჩვენ დაგვსვა მეორე მხარეს, ეს გათანაბრდა უკვე და აი ესე აქვს ორივეზე ხელი მოკიდებული და აი ეგეთი სახე მე მამაჩემს არ მინახავს. ეს იყო სიმწრის, შვილების მხრიდან იმედის გაცრუების, შიშის აი ყველაფრის სახე ქონდა. და ანუ ეს თან ნელატრიალებს უბედურ ხმას უშიშ. მე და ჩემი და გახარებულები რაღაცა დედაჩემმა ეს ფოტოაპარატი გამოგვატანა, იქ ვიღებთ ამ სურათებს, არადან აი მამაჩემს სახე აქვს დანგრეული. და ეხა ეს ხო დამთავრდა და ნუ ამოისუნთქა შვებით, რომ აი ეს უბედურება მორჩა და ჩემი და ეუბნება, რომ მამა, წავედით მეორე წრეზე. აი პირდაპირ გადმოყარა იმიდან, ეშმაკის მორბლიდან და სასო წარკვეთის ესეთი ხარისხი მას არ ქონია, იმიტომ რომ რაღაც მომენტში ხო ანელებს. და ეგონა რომ გაჩერდა და დავჭით მაღლა და ნუ აი განადგურებული იყო. რომ ანუ ბავშვები გამომატანეს და სადღაც ეშმაკის ბორბალზე კიდი ვარ. კიდე სად არ უყარს სიარული გუბაზე? აი როგორ არის, იცი, ტექნიკური საკითხები აწუხებს. ხო. აი არ უყარს აეროპორტები. რატო? არ უყარს დოკუმენტაციასთან შეხება. ანუ რამდენადაც კაცი არის ალბათ 5000 წლის განმავლობაში, რაც კი დამარხულა მიწაში ყველაფერი იცის. მაგრამ აი ვერ იტანს იუსტიციის სახლს მაგალითად. იმის გამო კი არა რომ ცუდი პროექტია. იმის გამო რომ აი საკუთარ თავს ვერ პოულობს რა, იკარგება ხოლმე. იუსტიციის სახლში რომ მივდივართ ხოლმე, მიყავთ ხოლმე რა, მამაჩემ. იქ ხო რაღაც სივრცეებია. ხო. და სანამ ერთი სივრცე და დედაჩემი უცებ გადაირბა, იმიტომ რომ დედაჩემი პირიქით ეგეთ საკითხებში არის უკიდურესად ხარტი და ტექნიკური და ასე შემდეგ და მამაჩემი რო არ დაკარგონ და ორიენტაცია რო აიღოს სადგას, აჩერებენ ის ბავშვთა გასართობი კუთხე როა. სასრიალოები და რაღაცეები. და აი იქ დგას ხოლმე რა, ანუ ვიღაცამ შეიძლება იფიქროს, რომ აი ეტყობა შვილი ან შვილი ყავს მოყვანილი რა, კაი კაცია, თამაშობს. არა, იქ დედაჩემს ყავს დატოვებული, რომ ერთი სივრციდან მეორეში სანამ გადაო. დაიკარგოს. აი ტექნიკურ საკითხებში აქვს ეს პრობლემა, ანუ რამდენადაც მისი ცნობიერი არის უკიდურესად მიმართული ამ წარსულის კვლევაზე, ისტორიის ცოდნაზე, აი ეგეთი მეხსიერება მე მაგალითად არ მინახავს რა, გადაჭარბების გარეშე რა, ამდენი ენციკლოპედია. ჯერ მარტო იმდენ სახელს რო იმახსოვრებს, ანუ ეგ უკვე აი ენციკლოპედია არის ამ თვალსაზრისით. უბრალოდ აი ცოტა ეგ უცნაურობა აქვს, აი ტექნიკური საკითხები არ უყვარს რა, მინდობა ურჩევნია, რომ აი მე ან დედაჩემი გავაკეთებთ. ისი რა უნდა გითხო, ეხლა ხო ხშირად გაძახებენ სისხლიან 9 წელს შენს გაძახებენ, ხო? კი. ხო, და რამდენი წლის იყავი შენ სისხლიანი 9 წელის? ესე იგი, რაც შეეხება სისხლიან 9 წელს და მიხეილ სააკაშვილის დროინდელ ამ ხელისუფლებას. მიშა რომ მოვიდა 2003 წელს მე შემიყვანეს ბასტიბუბუს ბაღში. მიშა რო წავიდა, ხო, მე გადავედი მერვე კლასში. მაგრამ ამ ხალხს ყოფნის ნამუსი, ხო, უბრალოდ უსინდისობა, რომ ჯერ ეს უბედურება, რაცაც ეს სისხლიანი 9 წელი ქვია, ამას აძახებენ, მაგრამ მეორე აი მე შემხვედრია ხალხი, აი რომ მეკითხებია, რომ რაღაცა 7 ნოემბერს ადიყავი. 7 ნოემბერს ვიყავი მესამე კლასში. აი ახლა ბოლოს ვკითხეს, გივით არგამაძეს და გიორგი კანდელაკის ჩანაწერი რო გამოქვეყნდა. ეგ 2014 წელს არის გაკეთებული და თქვენ რა ინფორმაციას ფლობთ ამასთან დაკავშირებით იმედი და პოზიტივი მეკითხება. არავითარ ინფორმაციას არ ვფლობ, იმიტომ რომ მე 9 კლასში ვიყავ. არ ვფლობდი იმ დროს ინფორმაციას.
და ანუ ეგ აი ქოცის მენტალიტეტს, რომელიც თლიანად არის, რომ აი დაგაბრალოს, რომ ის 9 წელი გააშაოს და იმ შავი 9 წლის ნაწილად თვითონ შენს გამოგიყვანოს. აი აბსოლუტურად ანგრევ როცა ეუბნები, რომ საბავშვო ბაღში დადიოდი მიშას დროს. ვეღარ იგებს, რომ შენ საერთოდ სად ახარ. იცი რა უნდა კითხო, აი თუ გიფიქრია, ან თუ გინანია, აი პოლიტიკაში მოსვლა. აი ერთხელ მინანია. გერმანიაში ვიყავით რამდენიმე თვის წინ ვიზიტით. ოღონდ მანამდე ერთი დღით ვიყავით ბრიუსელში და ღამის რეისი დაემთხვა და ისე გამოვიდა, რომ სრული 24 საათი ვარ უძინარ. ანუ ბერლინში უკვე ღამე ჩავდივარ, სადღაც 12 საათია. უკვე გამოდის, რომ 36 საათია არ მძინავს და ნერვული სისტემა მაქვს ისედაც განადგურებული. ეხლა ველოდებით ბარგს რა, უკვე აეროპორტში ვარ და ამ აეროპორტში რომ შევდივართ, ვიგებთ, რომ რაღაცა ბოლო 50 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი კიბერშეტევა განხორციელდა ბერლინის აეროპორტზე. ო მეთქი, ანუ მეორე მსოფლიო ომის მერე ეგეთი რამე არ მოსულიათ. და აი რო ჩავფრინდი, იმ დღეს მოვუვიდათ და აირია ეს რაღაცა კარუსელი და თქვენ ბარგი დაკარგულია. ვიწვალეთ რაღაცა გავარკვიეთ, რომ ის დაიკარგა, არ გადმოტვირთვეს თვითფრინავი და ну მომცეს ახლა ეს ჩემოდანი. ამასობაში დრო გადის, ხო? 12 საათზე უკვე ფაქტობრივად უნდა ყოფილიყავ სასტუმროში, რომ მომზადებულიყავ მეორე დილისთვის, კაი 2 საათია ღამის. მივედი ახლა ამ სასტუმროში, მეუბნებიან, რომ თქვენ ნომერი გადაჯავშნილია. რას ნიშნავს გადაჯავშნა? ანუ სხვაზეა. სხვა შევიდა. ხო. რა გადაჯავშნეთ? მე არა დამშვიდითო თქვენ, რომ სხვა სასტუმროშია ნომერსო ვიპოვით. ველოდები ახლა ამ სხვა სასტუმროდან და ამასობაში იქ უკვე რაღაცა მოკალათდი რაღაცა მისაღებში ვზივარ. გადის კიდე 1 საათი და ახლა მე მივადექი და უთხარი, რომ აღარ შემიძლია თქო რა, ხვა 9 საათს უნდა გავიდე. და იქნებ აქ სადმე არა გაქვთ ან ძველი ნომერი, ან რაღაც ტახტი, დავიძინებ მეთქი, ანუ აღარავით არის პრეტენზია აღარა მაქვს. ოღონდ სადმე მემაძი. თავი დამადებინე. და ეს ანუ 1-30 წამი ძალიან სკეპტიკურად მიყურებს ეს ტიპი. აი ფიქრობს, აი მივხვდი რომ რაღაცა უჟასი, უბედურებაა რა რაღაც, მაგრამ ნუ მეთქი კაი ჯან. კიო გვაქო. აი მეთქი გამოყვებით ხო და ახლა მე ვფიქრობ რომ რაღაცა დამლაგებლების ან მზარეულების ან ვიღაცის ნომერში გამანაწილებენ. ეს ჩემოდნით მივდივარ რა და არ მთავრდება ეს დერეფანი. მივდივარ. და უკვე ხვდები რომ ანუ ამ სასტუმროს ნომრების სივრციდან გავდივარ. მე ეს ტიპი ჯერ ყველაფერს რაღაც ბარათით რა, ან ბარათსადებს გაიღება კარი. უკვე ხვდები რომ რაღაც ქვემოთ ჩავდივართ. თქი, ნუ კაი ჯანდამ. ჩავედით ახლა ქვემოთ. და აი დერეფანი არის საშინელებათა ფილმებში რომ რაღაცა ნატურა რო ყანყალებს. ერთი წვეთის ხმა რო ისმის. აი იქ რო ვიღაცა აი რაღაცა ომის დროინდელი ბუნკერი შტაბ-შტილებას ტოვებს. ოღონდ უკვე ვეკითხები რომ ახლოს არის? არა, ჯერ უნდა ვიაროთ. კიდე 2 წუთი დავდივარ მარჯვნივ მარცხნივ შევხვია ეს. ყველაფერს ბარათით აღებს რა. მაგრამ მე აი უკვე ბოლოს აი ძალიან საეჭვოა, იმიტომ რომ ტელეფონზე სიგნალი აღარ იჭერს. უკვე ანუ რაღაც პერიოდი ვფიქრობ, რომ ეს რაღაც ტრაფიკინგის ხორბლი ხო არ ვარ. ხო არ უნდა მაწამოს ვიღაცა მაგრამ. და უკვე მივედით რაღაც კართან, რომელიც უკვე იმაზე იღება, გასაღებზე. ანუ მიდებაზე აღარ. მიდებაზე აღარ არის. ანუ უკვე მივხვდი, რომ ეს რაღაცა კატასტროფაა. და ეს მეუბნება რომ მოვედით. გააღო ახლა ეს. და უცებ ანთებ შუქს და არის ესა რა ქვია, საოპერაციო მაგიდა. რკინის. და ეს ტიპი იწყებს აღებს იქ რაღაცა კარს, სადაც ზემოთ ბინტები და რაღაცები და ქვემოთ არის რაღაცა ბალიში და ესა რა გადასაფარებელი. და ხედავ რომ ეს ტიპი ამაზე აწყობს. ამაზე მაძინებს. მეთქი ანუ სადაღვარ. და ეს მიხსნის რომ ჩვენო რაღაცაო კანონი გვაქვს 300 ნომერზეო მეტი თუ არისო. როდესაცო სასტუმროშიო ვინმე ცუდად ხდებაო და სასტრაფო ვერ უწრებსო. ან თუ სიკვდილის პირას არისო, აქ მოყვავს. აქ ვაწვენ. მეთქი ბიჭო, ახლა რა უნდა გავაკეთო. და ანუ თან ვფიქრობ რომ ეს ვიღაც ორგანოები თუ მოვაჭრე ხო არ არის.
ანუ ეს იყო ის მომენტი, როდესაც არა თუ პოლიტიკაში ყოფნა მოსვლა ვინანი. არამედ ანუ იმ წუთას მე აღარც ევროინტეგრაცია მახსოვდა. აღარც უვიზო მიმოსვლა მახსოვდა. აი არაფერი აღარ მახსოვდა. აი სრული კაპიტულაციის ზღვარზე ვიყავ. ანუ მთელი ღამე ამ საოპერაციო მაგიდას დავიძინე. გეძინა მათ? კი და აი მე არ ვიცი ვისაც არ დაეზარება, ჩემ Facebook-ზე შეუძლია ნახოთ. იმ პერიოდში მე ბერლინიდან ფოტოები რო გვაქვს დადებული. იქ ცოცხალი არა ვარ მე მივხვდი იქ ცოცხალმკვდარი ხალხი ვისაც იქ აწვენენ ალბათ ჩემ ვარიანტში უწევდათ იმათაც ძილი. აი მაგ დროს მართლა მინანი. ხო, აბა ეხლა და ლეიბი დაგიგეს ხო ახალი და არა რაღაც ბუმბულებიანი აი ისინი ქონდა ამოწეული ქონდა ბუმბული. ანუ იქ იმას ვიღაცას ეძინა მანამ. აი კაია. მე ვიცი რომ შენ ერთი პერიოდი ჩინეთში ცხოვრობდი. იყო დრო და მომენტი ჩინეთში ცხოვრობდი. ეს რა პერიოდია? მამა შენი მე მგონი ლექციას კითხულობდა ჩინეთში. ეს მე წავიდა. მე არაჩვეულებრივ უნივერსიტეტში ვსწავლობდი პეკინში. სადაც აი მაქსიმალურად იყო მორგებული უცხოელ სტუდენტებზე, იმიტომ რომ უმრავლესობა უცხოელი სტუდენტები ვიყავით იქ და. ჩემი აი მაგალითად მეგობარი ვინც ცხოვრობდა ჩემთან ერთად, ვინც იყოფდა ამ ოთახს, იმიტომ რომ მე სტუდენტურ საცხოვრებელში ცხოვრობდი. იყო ტაჯიკი. მამა ჩემი ამბობდა, რომ ეს რაღაცა დიდებული, რაღაცა ირანული წარმომავლობის კაცი იყო და ესე რა ქვია, განსაკუთრებული სიმპათია ჰქონდა და ეს ჩემი მეგობარი გამორჩეული იყო, რომ იმით რომ ცხოველები უყვარდა და მოიყვანა კატა, ბრიტანული კატა იყიდა, რომელსაც დავარქვით ჩერჩილი. ხო. ოღონდ ეს კატა იყო გენიოსი, მართლა. აი მაგალითად რომ მეცადინეობდი იეროგლიფებზე, კატას ეჭირა წითელი პასტა და მისწორი. აი გენიალური კატა იყო, დინჯი და აი რაღაცა თავისით აკეთებდა ყველაფერს და გამოხედვა მზერა ქონდა ისეთი რომ მიხვდებოდი კი თუ არა. და ნუ ერთი დღე იდეალურად არის იქ სრული წესრიგია, ამაში სიმშვიდეა, არეულობა არ არის, რაღაცა ერთმანეთთან დაპირისპირება არ არის. და ნუ ერთი დღე არ მძინავ შაბათი დილა. ნუ ინგრევა რაღაცა განგაშია ჩართული და ვიფიქრე რომ ომი ხო არ დაიწყო, ან თუ არ ბომბავენ, ან მიწისძვრა არ არის. მაგრამ ისეთი ხმაურია რომ ანუ კედლები ანყალებს რა. ხო. კივილი ისმის და ანუ მაქვს უკვე განცდა რომ ჩემი ცხოვრება მე მგონი აქ თავდება. რაღაცა ხდება. ვეწირები რაღაცას. ოღონდ არ ვიცი რა. ამ დროს უკვე ვხედავ რომ კარებიდან შემოდის ბოლი. ხო, კვამლი. კვამლი. აუ ვიფიქრე რომ ხანძარია. დაკვამლიანება, გარეთ ვერ გავალ, რაღაცა მომივა. ნუ ერთი უცებ მოვკიდე ხელი ეროვნულმა სიამაყემ კიდე დამატებით იმძლავრა. მოვკიდე ხელი პასპორტს და ახლა მე ხვდები რომ ამ კატას უარ დავტოვებ. დავსდევ ახლა ამ ჩერჩილს. ეს კატა კედლებზე გარბის, ანუ არასდროს ეგეთი არ უქნია, მაგრამ შეშინებულია რა. ახლა მოვკიდე ამ კატას ხელი, აი მაცვია პიჟამოები, ფეხშველა ვარ და გავრბივარ ამ კვამლში. ერთხელში ეს კატა მყავს ესე, მეორეში ეს ისე რა ქვია, პასპორტი მიჭირავს. გავრბივარ და გარეთ დგანან რაღაც ჩინურ ტრადიციულ სამოში ქალები, ესე იღიმია და მეუბნებიან რომ ეს იყო გამოცდა. თქვენ წარმატებით ჩააბარეთ. და მაწვდიან რაღაც ჩინურ ტკბილებს, გილოცავთ, თქვენ ცოცხალი გადარჩით. თურმე ეს ყოფილა სწავლება, რომლის შესახებაც მე არ ვიცოდი, მაგრამ იმდენად რეალისტური იყო, რომ მე ანუ იქ სერიოზული ფსიქოლოგიური ტრავმები მიიღო ხალხმა და ჩიოდნენ ისინი და უნივერსიტეტიდან გაშვებას თხოვდნენ. კაი იყო, კაი. არაჩვეულებრივი იუმორის გზნობა გაქვს, ესე იგი არ ჩამოუვარდები მამაში. არ ვიცი, მე მგონი ის რეალურად რომ ვთქვათ რა. მე მგონი ცოდნაში ისევ მამა ჩემს აქვს უპირატესობა იუმორშიც. არა, და წონაშიც. ლევან, აი არაჩვეულებრივი სტუმარი იყავი. მინდა წარმატებები გისურვო და წარმატებები გისურვო შენს კარიერაში, იმიტომ რომ ძალიან ნიჭიერი ადამიანი ხარ, ნიჭიერი ახალგაზრდები ძალიან საჭიროა ჩვენი ქვეყნისთვის. ძალიან დიდი მადლობა ძვირფას ტელემაყურებლებო. ლევან სანიკიძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. ძალიან დიდი მადლობა. ძვირფას ტელემაყურებლებო დღეს ღიამით გემშვიდობებით ერთმანეთს შევხვდებით ზუსტად ერთ კვირაში.
დარჩით TV პირველად წინ ვიკა ბუკიას პირველი ხაზი გველოდებათ ნახვამის. გადაცემის სპონსორია PSP. ყველაფერი რაც თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზე სჭირდება. PSP. ჩემი ოჯახის აფთიაქი. პინექსი 1 კილოგრამი ამანათი ჩინეთიდან $8. მიწოდება 5 დღეში.